რა საერთო შეიძლება კონდეს გამჭირვალობის ან ოჯახური ღირებულების დაცვის კანონს ვიზა ლიბერალიზაციასთან. პრემიერ-მინისტრი დასმულ კითხვას თავადვე პასუხობს და განმარტავს, რომ ამ ორ საკითხს ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს. მეტიც ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ორი კანონი ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია. ამიტომ მთავრობის მეთაურისთვის ბრიუსელიდან წაყენებული მოთხოვნები იმ შანტაჟის გაგრძელებაა, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყების კვალდაკვალ დაიწყო. თავის მხრივ ამ შანტაჟს ეწოლას მარტივი მიზანი ჰქონდა. გლობალურ რომის პარტიას ბაიდენის ადმინისტრაციის ხელით უნდა დაერწმუნებინა ქართველი ხალხი, რომ მთავრობა აცდა დასალურ კურსს, ხოლო ამის შემდეგ ისევ ქართველი ხალხის ხელით უნდა მოეყვანათ ქვეყანაში აგენტურული ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ გაგებით მეორე დღესვე ჩართავდა ქვეყანას ომში. საპასუხოდ ქართულმა საზოგადოებამ ღირსეული ნაბიჯი გადადგა, სრულად გააცნობიერა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა გრევას და ომის დამღუპულ შედეგებს გადაარჩინა, რის გამოც 2024 წელს არჩევნებზე ჩვენს პოლიტიკურ გუნდს კიდევ უფრო დიდი ლეგიტიმაცია მიანიჭა. ხელისუფლების უკანონო გზით შეცვლის ეს მცდელობა ჩავარდა, თუმცა პრემიერ-მინისტრის თქმით მიზანი არ შეცვლილა და ევრობიუროკრატების მხრიდან ზეწოლა გაძლიერდა. პრემიერის განმარტებით მათი ბოლო კოზირი ახლა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით შანტაჟია. ევროკომისიამ გამოაგზავნა წერილი და მთავრობას უყენებს პირობებს, მათ შორის ითხოვს გამჭირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვიზა მიმოსვლის გაუქმებით იმუქრებთ. ცხადია, ამ ორ საკითხს ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს, მაგრამ გლობალური რომის პარტიის მიერ კოორდინირებული ევრობიუროკრატია ცდილობს რაიმე სახის საფუძველი მოუძებნოს მისი ხელით წარმოებულ შანტაჟს და ზეწოლას. ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის სურვილები ფიქრობენ, რომ თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც მოგონილი საფუძვლით გაუქმებენ, საზოგადოებაში ამას იმ დონის ხელვარება მოყვება, რაც საბოლოოდ ხელისუფლების დამხობით და ქვეყნის სათავეში აგენტურის მოყვანით დასრულდება. გაძლიერებულ წნეხთან ერთად ომის საფრთხე კვლავ რეალურია, თქვა პრემიერმა და მაგალითებად გლობალური ომის პარტიის კარნახით გადადგმული ნაბიჯები მოიშველია. უკრაინის მაქსიმალური შეიარაღება, შორმანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება, სანქციების დამძიმება რუსეთისთვის, გადამდგარი გენერლების განცხადებები, რომ უახლოეს პერიოდში ისინი ემზადებიან რუსეთთან ომისთვის, ეს ყველაფერი ათლად აჩვენებს გლობალური ომის პარტიის გეგმას, რუსეთ-უკრაინის ომის საფუძველზე, ევროპის ხარჯზე გაგრძელდეს საომარი მოქმედებები. ბრიუსელიდან წაყენებული მოთხოვნების საპასუხოდ რა გეგმა აქვს ახლა საქართველოს ხელისუფლებას. პრემიერი ერთი მხრივ სამართლიანი დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს, მეორე მხრივ კი ევროკავშირში ღირებულებათა კრიზისზე საუბრობს, რაც საბჭოურ მიდგომასა და ინკვიზიციას ახსენებს. როდესაც გთხოვენ მაგალითად ოჯახური ღირებულების შესახებ კანონის გაუქმებას, მოთხოვნა ინკვიზიციური თავის შინაარსით, ხო, ჯორდანო ბრუნოს ისტორია მეორდება. ჩვენ ვაცხადებთ ჯიუტად, რომ კაცია, ის მაინც ბრუნავს და ევროპული ბიუროკრატია გვეუბნება, რომ ამის გამო ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია უნდა გაგვიუქმდეს, ხო, ანუ კოცონზე უნდა დაწვან, ასე თქვათ, ჩვენი ვიზა ლიბერალიზაცია იმის გამო, რომ ჩვენ ასეთი რამ მიგვაჩნია, რომ კაცია და ქალი ქალია. როდესაც ცდილობს ვიღაც გარედან შელახოს შენი სუვერენიტეტი, აგერიოს ქვეყანა, ხელოვნურად გააღვივოს სიძულვილი და როცა ამას უპირისპირებ გამჭირვალობის კანონს, ეს ხო არის ლეგიტიმური მოვლენა, მაგრამ ახლაც ითხოვენ ამ კანონის გაუქმებას. ევროპის მსგავსად ქვეყნის მისამართით სამართლიანი მიდგომების მოლოდინშია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც, რის წინაპირობადაც პრემიერი დიპ სტეითის დამარცხებას ასახელებს. ფაქტია, რომ საქართველოს მიმართ მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულება კარდინალურად არის შეცვლილი. სამართლიანობისთვის ის უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედ ადმინისტრაციას დღემდე არაფერი გაუგეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით. აგრეთვე უპასუხოდ რჩება ჩვენი ღიად დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. კიდევ ერთხელ გამოხატავთ გულწრფელ სურვილს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეასრულოს მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და გაანადგუროს დიპ სტეიტი. ქართული ოცნების თავმჯდომარის რანგში პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას მართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადება გააცნო და ქვეყნის მისამართით გააქტიურებულ თავდასხმებს დღეს ამ ფორმით უპასუხა. მე ვუსურვებ ევროპას გამოჯანმრთელებას ასეთი ორმაგი სტანდარტებისგან.